პოეტის და სახალხო გმირის მიხა ხელაშვილის დღეს აღნიშნავთ და ჩვენი იდეა იყო რომ ეს აღნიშნო დაწყებულიყო დუშეთიდან. და დუშეთის საზოგადოებამ, დუშეთის მოსახლეობამ იცის რომ აქ იყო მილიციის შენობა, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მოვლენების და ისტორიის ცენტრი და ისტორიის ფურცლები იწერებოდა აქ. აქ ჩამოასვენეს მიხა ხელაშვილი და არა მარტო მიხა ხელაშვილი აქ ხრეთდნენ, ასამართლებდნენ ძალიან ბევრს, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის და მოხდა საოცარი გმირობის ფაქტი. მისმა დამ სალომემ ხევსური მისი მიხას მეგობრის ტუჩა ქეთელაურის დახმარებით მოიპარა მისი ძმის ნეშტი და ღამის გზით აიტანა ჩარგალში როგორც განხორციელებულმა, განსხეულებულმა სანათამ დამარხა ის და ამის შემდეგ ალბათ დავამკვიდრებთ ამას როგორც ტრადიციას, რომ აქედან დაწყებული იყო ხელაშვილის დღესასწაულის აღნიშვნა, რომ ჩვენ სიმბოლურად პატივი მიგოგო მიხასთვის და სალომესთვისაც, ამ გმირი ქალისთვისაც და სიმბოლურად გაგვევლო მისი გზა დუშეთის პოლიციის ეზოდან ჩარგლის სასაფლაომდე, როგორც მან ტანჯვით გაიარა, ჩვენ ახლა გავიაროთ დღესასწაულით აღნიშნით და იმის გაცნობიერებით, რომ ეს გზა უნდა იცოდეს ყველა ქართველმა თაობებმა, რომ მათთვის ეს იყოს მაგალითი. სამოცდაათი წელი ცდილობდნენ კომუნისტები, რომ მიხა ხელაშვილის სახელი დავიწყებოდა ხალხს და ჩემს ბავშვობაში, ჩემს სტუდენტობაში მიხას ლექსებს მაშინაც ვღეროდით, მაშინაც ვიცოდით, მაგრამ ეს იყო ცნობილი როგორც ხალხური და თვითონ სახელი არ იყო, თუმცა საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ ზუსტად იმ ხალხის სახელებია დავიწყებული და არავინ არ მედის იმ ხალხის საფლავებზე, ვინც მიხას ებრძოდა, ვინც საქართველოს ებრძოდა და მიხას სახელი დღეს ახსოვს ყველას. მიხა იყო როგორც პოეტი, როგორც ადამიანი, როგორც ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანი, დღეს არის მაგალითი მომავალი თაობებისთვის და სანამ მისი სახელი არსებობს, სანამ საფლავზე ხალხი მოდის და სამთო სამთებს, მანამდე საქართველოს იქნება ძლიერი და უკლავი და დღევანდელი დღეს ამის ნახელი მაგალითი. მე ჩვენ აღვნიშნავთ დიდი სახალხო პოეტის და მამულიშვილის, მიხა ხელაშვილის დაბადების დღეს, მაგრამ ამავე დროს დღევანდელი დღე გახლავთ მისი გარდაცვალების დღე. მან თავისი ცხოვრების ძალიან მოკლე მანძილზე შეძლო თავისი მნიშვნელოვანი წელი შეეტანა როგორც ქართული ხელოვნების განვითარებაში, ასევე ისტორიაში. იგი ვერ შეეგუა ჩაგვრას, ვერტმენობას და შეუერთდა შეფისრულთა კაპუცა ჩოლოყაშვილს და იბრძოდა თავისი ქვეყნის თავისუფლებისკენ. სწორედ ეს ახალგაზრდა შაველი ბიჭი, რომელიც დაიბადა სწორედ აქ, სოფელ ახატში, მთელი თავისი ახალგაზრდობის წლები, რომელმაც მან ძალიან ცოტა ხანი იცოცხლა, 17 წელიწადი, მთლიანად ის თავისი წლები შესწირა ქართულ ხელოვნებას და ქართულ ისტორიას. და ღმერთის წყალობით ჩვენ ხეობას და ჩვენ რეგიონს ისტორიიდან გამომდინარე უხოთ ყავდა ასეთი დიდი მამულიშვილები და ასე გაგრძელდება. ეგ შენი კაცურ კაცობა დავლანდე, შენი წიგნიდან სიტყვა ლექსებად ნაქარგი როგორც ფშაური ფარდაგი, შიგ ჩატეულა რამდენი ამ წუთისოფლის, ავკარგი კლდე ღრევ შეფარებული, აუნთებელი მაშხალით ლექს წერდი, თვარის შუქზედაც შეყენებული შაშხანით. დღეს შეუსრულდა დაბადებიდან 119 წლის თავი შეფისრულთა რაზმის წევრს, გმირს, სახალხო პოეტს მიხა ხელაშვილს, რომელმაც თავის სამშობლოს, თავისი ქვეყნის თავისუფლებას ფაქტიურად თავი შესწირა. ესეთი ადამიანების ხრებზე დღეს საქართველოს და მერთმა გვიმრავლოს ესეთი ადამიანები, ესეთი გმირები. მოვდივართ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ თავისუფლებას და თავისუფლებასთან ერთად მიხა ხელაშვილს, იმიტომ რომ მიხა ხელაშვილი არის ერთგვარი განსახიერება დაუმარცხებელი, მუდამ გამარჯვებული საქართველოსი. მიხა არის მაგალითი იმისა, რომ არასდროს არ დამარცხდება საქართველო და მიუხედავად იმისა, რომ აი დღეს ჩვენ დუშეთშიც მივედით იმ ადგილას, სადაც მიხას გვამი დაასვენეს, მათ უნდათ თავის დროზე როცა მიიტანეს მიხას გვამი იქ, რომ ყველასთვის ეჩვენებინათ ჭიში დაეთესათ ქართველი კაცის გულში, რომ არ გაეგრძელებინა ქართველს ბრძოლა თავისუფლებისთვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზუსტად იმ ადგილას მიდის ქართველი და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ არასდროს არ დამარცხდება და ყოველთვის გააგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისათვის.
ჩვენი მოსვლაც აქ დღევანდელი ეს რიტუალი ჩვენ რაც შევასრულეთ ეს წმინდა გიორგის სადიდებლად აი საკარგო თასი რაც დაიდგა ზუსტად იმის ნიშანია რომ ქართველი კაცი არასდროს არ დაკარგავს გზასავალს თავისუფლებისკენ უფლისკენ და მამულისკენ არტმას ყალავდეს წმინდა გიორგი